ეხება მეორე მასალას უკვე ნამდვილად სერიოზულად მინდა გითხრათ, ეს ეხება ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ტრადიციულად ჩვენ გვაქვს კულუარული ინფორმაციები, მათ შორის გიგი უგულავას წერილთან დაკავშირებით, მათ შორის იმ წერილთან დაკავშირებით, გაუხმაურებელ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გაუგზავნა მიხეილ სააკაშვილს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საკნიდან, მათ შორის როგორ თხოვდნენ ვანო მერაბიშვილს, რომ შეერთებოდა გიგი უგულავას წერილს და მან უარი თქვა, ვის ეკუთვნის ის ტექსტი ცნობილი პოლიცაბჭოში, როცა პოლიცაბჭო გაემიჯნა განსხვავებული აზრის ადამიანებს და საკუთარ მომხრეებს. მოკლედ ძალიან საინტერესო ექსკლუზივებია, როგორც წესი. აქვე მინდა ვთქვა, უბრალოდ თავშივე მინდა და ეს მეთქვა და ეხლა უნდა ვთქვა, იმ აგრესიული ფრთის ბრალდება, რომელსაც დღეს წარმოადგენს ქალბატონი ჩერგოლიშვილი და ბატონი ბოკერია, ჩვენი მისამართი და ჩემი მისამართით ერთადერთი ბრალდება აქვთ, მოკლედ, რომ თურმე მე მიმყავს გადაცემა ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში და ეს ობიექტივი რაღაც ისეა წარმოდგენილი. პირველი მინდა ვთქვა, რომ ეს გადაცემა არსებობს გაზეთის დაარსების დღიდანვე, როგორც კი გაზეთი დაარსდა, ჩვენ მივიღეთ წინადადება ირმა ინაშვილისგან, დარჟან მეფარიშვილმა მიიღო ეს წინადადება, რომ ჩვენ აქ გქონოდა ჩვენი ქრონიკა პლუსის საათი და ვიქნებოდით აბსოლუტურად თავისუფლების სრული პასუხისმგებლობით. მინდა გითხრათ, რომ აქ ამ ტელევიზიაში განსხვავებული აზრით ძალიან ბევრი გამოთქმულა ჩვენ სტუდიაში. არც სტუმრების შეთანხმება მოუთხოვია ვინმეს, არც შეკითხვების და არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი სიძულვილის ენაზე განცხადება და არც ერთი რუსეთის მხარდასაჭერი განცხადება ჩვენს გადაცემაში არ ყოფილა. ქრონიკა პლუსის საათი არის აბსოლუტურად თავისუფალი, ზუსტად ისევე როგორც გაზეთი. ტელეკომპანია ტაბულასგან განსხვავებით მე არ მოვერიდები ახლა უკვე პარალელებს და ქალბატონი ჩერგოლიშვილისგან განსხვავებით, რომელიც ვერ იტანს ვერცერთ განსხვავებულ პოზიციას და აზრს, რომლის პრობლემა ნებისმიერი იმ ადამიანის აზრი, რომელსაც ის პირადად არ ეთანხმება და რეალურად ის ადამიანები მას მხარს არ უჭერენ და ამიტომ ყველას ბლოკავს და შეურაცხყოფას აყენებს. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ტელეკომპანია ობიექტივში ვთქვათ, ჩემი გადაცემა და ქრონიკა პლუსის საათი რაიმე კომპრომატია. თავისუფლების ხარისხი აქ არის ზუსტად ისეთივე მაღალი, როგორც ქრონიკა პლუსში. ბუნებრივია, ყველა სტუმარი, რომელიც ამ მედია საშუალებაში მოდის სხვა გადაცემებში, ახლა ჩემთვის ვერ იქნება მისაღები და ვერც ერთი ადამიანისთვის. მე კატეგორიულად ვემიჯნები ვთქვათ, აი ნამგალის და უღროს ამოღება იყო აქ ამაშუკელის განცხადებები, თუმცა ეს ამ ადამიანების არჩევანია და ეს ხდება ჩვენი გადაცემების მიღმა. მათ შორის ახლა ვთქვათ, რომ რუსთავიორიც აპიარებდა ისეთ ადამიანებს, რომელიც დღეს ვთქვათ არ არის აქტუალური, იგივე ნაციონალური მოძრაობის ვთქვათ, ერთ დროს აპიარებდა ირაკლი ოქრუაშვილს. ამიტომ მე თუ არ მომწონს ირაკლი ოქრუაშვილი, ვთქვათ, არ უნდა მივცე კომენტარი რუსთავიორს, ეს ოთო კახიძის მისამართით პირადად, ვინაიდან ის უკვე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშია, ხო ვიცით და პირველი პრეცედენტია. ესეთი იყო, რომ თქვენ შავრაზმელები ხართ. ასეთი ღია ტექსტით უპირისპირდებიან ჟურნალისტებს. მე არ მახსოვს ეს. ნიშანდობლივი იყო თქვენ ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ მახსოვს, თორე როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ რაც საკეთებდნენ, ჩვენ ეს ვიცით და წერდით კიდევაც ამის თაობაზე და ჩემად ზაზასვანაძე ამ შემთხვევაში ქალბატონმა რედაქტორმა, მთავარმა რედაქტორმა გააკეთა განცხადება ეს თავი პოზიცია და მეც უერთდები, უბრალოდ ერთ დავამატებ, რომ რაღაცა აი ეს ქალბატონი ჩერგოლიაშვილის ირგვლივ ეს სნობურ სალონური ელიტა, რომელიც ძალიან ჩაკეტილი გახდა და რომელიც ესე ზედა პლატფორმიდან უყურებს ადამიანებს, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეცვალოს ამ სნობურმა ელიტამ დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. ნუ ყველას ვერ ექნება გრანტები და ყველას ვერ ექნება თქვათ ეს საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული დაფინანსებები, ან პარტიული ფული. ეს არის მოგზალებული ტელევიზია, რომელიც მუშაობს ისე, როგორც მუშაობს, ზოგჯერ მილისკდება პირდაპირ ეთერში, ზოგჯერ ამას ძალიან ესეთი სარკასტული კომენტარები მოხვება ქსელებში, ხდება ასეც. ბუნებრივია, რაც სასურველი არ არის, მაგრამ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები. თავარია ქვეყანაში მოქმედებს გამოხატვის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მათ შორის ჩვენი პირადი შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავებულ აზრს. ეხლა მე ცოტა ხნით გავჩუმდები, იმიტომ რომ აშკარად რაღაცა ბევრი დრო წავიღე.